Batum Music Fest 2015 დასრულდა ემსო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირეს ორგანიზებით დაარსებული ფესტივალი გალა კონცერტი დაიხურა, რომელიც იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეც დაესწრო. ფესტივალისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა ცნობილი ქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა. კონცერტში ანსამბლმა ქართულმა ხმებმა მიიღეს მონაწილეობა. ემსო ბოლქვაძის საპატიო ბათუმელის ტიტული მიენიჭა. ფესტივალი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვფიქრობ, რომ წლევანდელი ფესტივალი მართლაც შედგა თავისი საზეიმო განწყობილებით. ჩვენთან მართლა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი პროგრამა და ვფიქრობ, რომ აი ის მუხტი რაც იყო საჭირო ფესტივალისთვის, აი ის შედგა. ელისოს იმდენად დიდი გემოვნება და დიდი მუსიკოსია, ალბათ ყველაზე კაი შემსრულებლები ჩამოიყვანა. მეც ელისოს მადლობას ვეუბნები, რომ დამეძახა, იმიტომ რომ ბათუმი ჩემთვის რაღაცა ხანარი აღსანიშნავი ქალაქი. ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დასკვნის საღამო არის, ორმაგი დატვირთვა აქვს, ამის გარდა ის ეძღვნება იუნესკოს 70 წლის იუბილეს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მძლავრი საფესტივალო ტრადიციის არსებობა და მისი უწყვეტობა წლიდან წლამდე მასშტაბს და ავტორიტეტს უმაღლებს ფესტივალს.